მოგესალმებით, მე ვარ ანასტასია. ეს არის გადაცემის სივრცე და დღეს ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივი გოგონა მყავს სტუმრად, თამარ ცალქალამანიძე, ვინც არის უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორი. გამარჯობა. მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ თქვენთან ვარ სტუდიაში და მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენს კულტურის ცენტრზე ვისაუბრო და კიდევ ბევრ ადამიანს გავაცნო ჩვენი საქმიანობის დეტალები. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და მოხვედი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. წამონებული ვარ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გავაცნობთ და ვეტყვით ახალს ჩვენს მაყურებელს. მოდი პირველ რიგში საერთოდ ცენტრის საქმიანობაზე გადავალთ. შენი პირადი ისტორიით დავიწყოთ. როგორ მიხვედი ამ ცენტრამდე და პირველ რიგში რა შეგემთხვა? მე სწავლობდი 202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში. ვიყავი მცირე მხედველი, მაგრამ არასწორი ოპერირების შედეგად დავკარგე მხედველობა სრულად დაახლოებით 10 წლის ასაკში და შემდეგ დავამთავრე სკოლა, დავამთავრე უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მუშაობდი სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის 2009 წლიდან ვიყავი კულტურის ცენტრის ქალთა ანსამბლის მომღერალი. 2022 წლამდე მღეროდი ქალთა ანსამბლში და შემდეგ უკვე რაღაცა მოვლენები მოხდა ჩვენს ცენტრში, გაუშვეს წინა დირექტორი რაღაცა გადაცდომების გამო და რის შედეგადაც დავინიშნე მე დირექტორად 2022 წლის 1 დეკემბრიდან. ვინაიდან იქამდე უკვე მუშაობდი ცენტრში და კარგად ვიცნობდი მის სტრუქტურას, საკმაოდ მარტივად ავუღიალღო, იმიტომ რომ მივხვდი რა ჭირდებოდა ცენტრს, რა იყო მნიშვნელოვანი, რა უნდა განგვევითარებინა და ვცდილობთ დღემდე ამ გზით ვიაროთ, უფრო კარგი პროექტები გავაკეთოთ, უფრო მეტი სიახლე დავნერგოთ და ვიმედოვნებ, რომ გამოგვივა და უფრო განვითარდება ჩვენი ცენტრი. აუცილებლად. და ბევრი ადამიანი გაიცნობს, რაც თავარი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ანსამბლები იქნება, ბიბლიოთეკა იქნება, ჟურნალი იქნება თუ სხვა სფერო, მხოლოდ იმიტომ კი არ მოგვისმინონ და იმიტომ კი არ გვიყურონ, რომ უსინათლოები ვართ, იმიტომ მოგვისმინონ, რომ ხარისხიან მასალას ვქნით. ცხადია. და თქვენს წარმატებებზე აუცილებლად ვისაუბრებთ. გითხარით, აი ეს ცენტრს დაფინანსებები გაქვთ, როგორც ვიცი, რაც ერთადერთი თქვენი შემოსავლის წყაროა. კი ბატონო. სახელმწიფოსგან ხდება, ხო? დიახ. ჩვენი მთავარი დამფინანსებელი გახლავთ საქართველოს უსინათლოთა კავშირი, რომელიც ყოველწლიურად გვაფინანსებს გრანტის სახით. წელს გაიზარდა ეს დაფინანსება 20%-ით კიდევ და შევძლებთ, რომ ხელფასებიც გაგვეზარდა შესაბამისად თანამშრომლებისთვის. ასევე უკვე 11 წელია, რაც კულტურის სამინისტრო გვაფინანსებს ყოველწლიურად 120,000 ლარით და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ჩვენ ჟურნალს აფინანსებს 22,000 ლარით, რომელიც ასევე წელს გაიზარდა და გახდა 25,000 ლარი. ასევე გვაქვს სხვადასხვა პროექტები, გარდა ამისა, წელს კიდევ დამატებით ახლა 2 პროექტზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება სიახლეები და პროექტები სახელმწიფოს ჩართულობით და ასევე კერძო სტრუქტურების ჩართულობით. დაწესებული ვარ, გიქნებთ ჟურნალი ახსენე. თუ შეიძლება გითხარი ამ ჟურნალის შესახებ, რა ჟურნალია? კი ბატონო. და დაკავშირებით არის. ცენტრში, კულტურის ცენტრში გვაქვს სხვადასხვა სფეროები, მათ შორის ერთ-ერთი არის ჟურნალი სინათლე, რომელიც 1966 წლიდან გამოიცემა და ერთადერთი ჟურნალია, რომელიც ბრაილის შრიფტით იბეჭდება. ასევე ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ბრაილი შრიფტითაც და აუდიო ვერსიაც იმათთვის, ვინც ბრაილით კითხვა არ იცის. და ჩვენ ჟურნალში იბეჭდება ძირითადად უსინათლო ავტორთა ნაწარმოებები, როგორც მხატვრული, ასევე თარგმანები, ასევე პუბლიცისტიკა, ესეები თუ სხვადასხვა ნაშრომები. ჩვენს ჟურნალში იბეჭდება ამასთანავე სიახლეები მიმდინარე, რომელიც საქართველოს უსინათლოთა კავშირში თუ ჩვენს ცენტრში ხდება
და ძალიან საინტერესო საჩაილება ხელმისაწვდომია ხო? კი, ჩვენთან შეძენა არ ხდება ეს ჟურნალი უფასოდ ურიგდება ჩვენს წევრებს ფილიალებში გზავნით სურვილისამებრ გაიცემა ძირითადად ჩვენ ვიცით ახლა რომ ყავს თქვა პირობითად 20 მკითხველი თუ 30 მკითხველი და ამ მკითხველებზე ჩვენ თვითონ ვანაწილებთ იმიტომ რომ ვიცით უკვე ჩვენი ბენეფიციარები ვინ არიან ვის აინტერესებს ვის უნდა წაკითხვა თან ახლა ელექტრონულადაც რო ხელმისაწვდომია ჩვენ გვერდზე ტვირთავთ ჟურნალს თავისი გვერდი აქვს და ზოგი ადამიანს ახლა ურჩევნია რომ თქვა ელექტრონულად წაიკითხოს იმიტომ რომ ახალგაზრდები ძირითადად იყენებენ უფრო ტექნოლოგიებს და მათთვის უფრო ხელმისაწვდომია რომ თქვა Facebook გვერდზე შევიდეს და მარტივად იქიდან ჩამოტვირთოს ჟურნალი. ცენტრის ძირითადი მისია რა არის? და რამდენი ადამიანი ხართ დასაქმებული? მოგახსენებთ ცენტრის ძირითადი მისია გახლავთ როგორც წეგან აღნიშნე ის რომ რაც მთავარია დასაქმო შესაძლებლობის დაგვარად უსინათლო ადამიანები ჩვენთან 46 ადამიანია დასაქმებული და აქედან 37 გახლავთ უსინათლო რაც მოგეხსენებათ იმის ნიშანია რომ პრიორიტეტს ვანიჭებთ უსინათლო ადამიანების დასაქმებას ასევე ნიშნულოვანი მისია ერთ-ერთი ის გახლავთ რომ ჩვენ ცენტრში ყავს როგორც წეგან ვახსენე ანსამბლები რომლებიც მოღვაწეობენ და საკმაოდ კარგ და ხარისხიან მუსიკას ქმნიან ეს არის ფოლკლორული ანსამბლები რომლებიც გამოდიან სხვადასხვა ღონისძიებებზე ფესტივალებზე და კონცერტებზე ასევე ჩვენ გვაქვს ბიბლიოთეკა და ჩვენს ბენეფიციარებს ვემსახურებით გვაქვს უამრავი რაოდენობის წიგნი დაცული ჩვენს ბიბლიოთეკაში, როგორც აუდიო, როგორც ბრტყელი შრიფტით და ასევე ბრაილი შრიფტით და ყოველთვიურად ჩვენ ვახმოვანებთ აუდიო ლიტერატურას თვეში 70 საათის ოდენობით, რომლებიც დისკებზე იწერება და ზოგიერთ ბენეფიციარს ურჩევნია რომ დისკი წაიღოს და მოისმინოს და ასევე ჩვენი ბიბლიოთეკის მენეჯერი უგზავნის მათ მეილებზე პირადად წიგნებს და ჩვენი წევრები ძალიან კომფორტულად სახლიდან გაუსვლად ეცნობიან ლიტერატურას. არაჩვეულებრივია და საოცარ საქმეს აკეთებთ. ყველაზე მეტად რომელი პროგრამები და სერვისებია მოთხოვნადი ბენეფიციარების მხრიდან? ყველაზე მეტად მოთხოვნადი არის ზოგადად ვცდილობთ რომ მაქსიმალურად სხვადასხვა სფეროებს ასე ვთქვათ შევეხოთ. ეხლა ჩვენთან უკვე წელიწადნახევარია არის მაგიდის ჩოგბურთი უსინათლოთათვის, რომელიც წრეზეც ჩართული არის 18 ადამიანი. გუშინ იყო გახსნა ამ ჩემპიონატის, რომელიც ტარდება თბილისის პირველობა ტურნირი და იმედი მაქვს, რომ გამოვლინდებიან ღირსეული გამარჯვებულები, ჩვენ დავაჯილდოვებთ მათ და ეს გამარჯვებულები შემდეგ უკვე ჩაერთვებიან საერთაშორისო ჩემპიონატებზე. და დიდ წარმატებას პოვებენ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან წარმატებული სახეობა, რომელსაც ყავს სხვადასხვა გუნდები ინგლისში, საბერძნეთში, ესპანეთში, რუსეთში და ასე შემდეგ და ჩვენი გუნდიც ვისურვებთ რომ გასულიყოს საერთაშორისო ასპარეზზე. არჩეულებრივია და რაც ყველაზე მთავარია და მე ისიც ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული არის ის რომ ადამიანებს აძლევთ ამ ხელ мотиваციას რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ნებისმიერ სპორტში შეუძლიათ დაკავდეთ და ნებისმიერ საქმიანობით შეუძლიათ დაკავდეთ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობთ ხელს, რაც ყველაზე მთავარია. და мотиваციას აძლევთ. ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი ანსამბლის წევრები, ბიჭები ჩართულები არიან ასევე პარასპორტის სახეობაში, ძალოსნობაში და წარმატებით გამოდიან სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ეხლა მაისშიც სტარტდება შეჯიბრი ალმა-ატაში და ჩვენი ბიჭები მიემგზავრებიან ამ შეჯიბრზე მონაწილეობის მისაღებად. ძალიან კარგი ამბავია. ბენეფიციარების პროფესიული უნარების განვითარებას და ასევე დასაქმების ხელშეწყობასაც მე თქვენი ცენტრი უზრუნველყოფს, ხო? დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფთ პირველ რიგში იმით, რომ ჩვენთან ვცდილობთ რომ შევქმნათ ადგილები, რომ დასაქმდნენ შეძლების დაგვარად. აი ზუსტად ერთი თვეა, რაც ახალი
კვლევა დავნერგეთ, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს წევრებს შორის, ანუ უსინათლოთა კავშირის წევრებს შორის 2800 წევრი ყავს ჩვენ კავშირში და ჩვენი ერთ-ერთი წევრი ლევან ყიყიშვილი, რომელიც გახლავთ საინგილოდან და ის დასაქმებულია მსგავს პროექტებში ხოლმე და საკმაოდ კარგად ერკვევა როგორც ტექნოლოგიებში, ასევე შეუძლია კომუნიკაცია და ამყაროს წევრებთან. სწორედ მისი ჩართულობით მოხდება კვლევის ჩატარება და 6 თვიანი პროექტი გავაკეთეთ, რის შედეგადაც დასაქმდება ადამიანი, იქნება შემოსავალი და ასევე ცენტრისთვის ღირებულ და საინტერესო კვლევას ჩაატარებს წევრებს შორის. ეს კვლევა პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო კარგად გავიგოთ რა სურთ წევრებს, რომ შემდგომში ჩვენი საქმიანობა წავიდეს იმ კურსით, რომელიც უფრო მისაღები იქნება ჩვენი წევრებისათვის. და მოთხოვნადი. თამარ, თუ თანამშრომლობთ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებთან? ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ჩვენ დიდად რომ გითხრათ არ თანამშრომლობთ. ჩვენ თანამშრომლობთ 202 უსინათლო ბავშვთა სკოლასთან. სწორედ გუშინდელი ჩემპიონატი, რომელიც ვახსენე მაგიდის ტენისში, რომ და გაიხსნა, უსინათლო ბავშვების ჩართულობით ხდება, ასევე სკოლიდან არიან ჩართულები ჩვენს ტურნირში ბავშვები და ერთობლივად ვაკეთებთ სხვადასხვა აქტივობებს. ჩვენ ყოველ ჩვენს ღონისძიებაზე ვცდილობთ, რომ ჩავთოთ სკოლიდან ბავშვები, დავპატიჟოთ და ჩვენი სურვილი იქნება, რომ კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი გქონდეს, რომ ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან შემდგომში დასაქმდნენ ჩვენს ცენტრში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომავალი თაობისთვის კეთდება ეს რაც კეთდება ჩვენს ცენტრში, უმრავლესი საქმე ეხება მომავალი თაობის კეთილდღეობას და უზრუნველყოფს მათ დასაქმებას. ერთშეულებრივი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი გამოწვევის წინა შედგებით. და ყველაზე მეტად ეს ყველაზე დიდი გამოწვევები რა არის უსინათლო ადამიანისთვის განათლების სისტემაში და ამას როგორ ეხმარებით? ზოგადად უსინათლო ადამიანისთვის ყველა ნებისმიერი ნაბიჯი ცხოვრებაში არის გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენთვის არ არის ესეთი მარტივი მიაღწიო შედეგს, როგორც მხედველი ადამიანისთვის. ჩვენ გარდა იმისა, რომ ზოგადად განათლების მიღება სირთულეებთან არის დაკავშირებული, გარდა ამისა ვაწყდებით კიდევ ბევრ პრობლემას და უმთავრესი პრობლემა უსინათლო ადამიანისთვის არის გადაადგილების პრობლემა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად გადაადგილება უსინათლო ადამიანისთვის შეუძლებელია, ვიტყოდი. ზოგიერთი გამბედავი ადამიანი შეიძლება დადის ხელჯოხის გამოყენებით, თუმცა იმდენად ცუდი ინფრასტრუქტურაა ახლა ჩვენთან ამ ეტაპზე, რომ შეუძლებელია მე ვფიქრობ იარო უსაფრთხოდ დამოუკიდებლად, ამიტომ გჭირდება ყოველთვის გვერდით ადამიანი, რომ შენი აქტივობები შეასრულო. და რთულია დღევანდელ დღეს იპოვო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოიცლის შენთვის, თუნდაც ეს იყოს ოჯახის წევრი, იმიტომ რომ ყველა დასაქმებულია, ყველას თავის ცხოვრება, ყველას თავის საქმე აქვს. სამწუხაროდ უსინათლო ადამიანის ოჯახის წევრებს უწევთ ხოლმე რაღაც თავისი საქმეების გადადება იმის გამო, რომ დაეხმარონ, გაყვნენ და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ძალიან კარგია ის პროგრამა, რომელიც სულ ახალხანს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა ამ პროექტს და ახლა მიანვრიდან გადავიდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის ქვეშ. ეს არის პერსონალური ასისტირების პროგრამა და უბრალოდ ის არის სამწუხარო, რომ ჯერჯერობით შეჩერებულია ვაუჩერების გაცემა და ვერ ხდება ყველა ადამიანის დაკმაყოფილება. მე პირადად საბედნიეროდ ყავს უკვე პირადი პერსონალური ასისტენტი, რომელიც მეხმარება ყველაფერში აბსოლუტურად გადაადგილებიდან დაწყებული, სახლში საქმიანობებით დამთავრებული და ვისურვებდი, რომ გაგრძელდეს ეს პროგრამა, იმიტომ რომ კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება თავის რიგს და კიდევ ბევრი ადამიანი არის იმის მოლოდინში, რომ რაც შეიძლება მალე დაუკმაყოფილდეს ეს პერსონალური ასისტენტის საჭიროება. თამარ, ინფრასტრუქტურას შევეხეთ და ყველაზე მეტად ვიცი, რომ არსებობს უსინათლოების შუქნიშნები, თუმცა სამწუხაროდ არ არის ხშირი. რაღაც კონკრეტულ ადგილებში ვიცი, რომ არსებობს. ყველაზე მეტად რა არის შესაძლებელი, რა არის დასამატებელი, რა არის გასაკეთებელი? ხოლო შუქნიშნებით სამწუხაროდ
იმოძრავებს ადამიანი დამოუკიდებლად, თუმცა რა თქმა უნდა შუქნიშნებიც არ არის ყველგან. ჯერჯერობით ადამიანების მიმღებლობა არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ უსინათლოებმა იმოძრავონ დამოუკიდებლად. და ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, კიდევ ვიტყოდი იმას, რომ თუნდაც ეს ბილიკები რომ კეთდება უსინათლოებისთვის, არც ეს ბილიკები არ არის საკმარისი, იმიტომ რომ იმდენად არ კეთდება რაღაცნაირად არაპროფესიონალურ დონეზე, რომ იმ ბილიკით ახლა იუსტიციის სახლში გამახსენდა ახლა ერთ-ერთი მაგალითი, იუსტიციის სახლში არის ეს ბილიკები. აი იმ ბილიკს რო გაყვეთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მხედველსაც უჭერს გადაადგილება, ზოგადად ბევრი სივრცეა, დიდი ფართობია და მე ყოფილვარ ახლა მცირე მხედველ ადამიანებთან ერთად და საკმაოდ რთულია მიაგნო კონკრეტულ ადგილს, რომელიც გჭირდება და მით უმეტეს აი ამ ბილიკით წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება რომ ადამიანი დამოუკიდებლად იქ გადაადგილდეს უსინათლო ადამიანი. ყველაზე მეტად რა გჭირდებათ ცხოვრების გავსაუმჯობესებლად, რომ დაუშვათ დამოუკიდებლად შეძლოთ გადაადგილება და პირადი ასისტენტი არ იყოს მაგალითად ყოველ სადმე წასვლაზე პირობითად აუცილებელი. ყველაზე მეტად ვიტყოდი, რომ მაინც მე პირადად ჩემი მაგალითით ვიტყვი, რომ მე მირჩევნია მაინც რომ პერსონალური ასისტენტი მყავდეს, იმიტომ რომ უფრო დაცულად, კომფორტულად და კარგად გრძნობ თავს. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ის რაღაც დაგჭირდეს, მაგალითად შეხვიდე პირობითად მოლში, ხო, იქ იმდენი მაღაზიებია, იმდენი რაღაცა წარმოუდგენელია იქ შენით ივაჭრო, გადაადგილდე და იყიდო ის, რაც გჭირდება თუნდაც. მესმის აბსოლუტურად ეს წამოთ. დაუბრუნდეთ ისევ ცენტრს, რა წარმატებები აქვს ცენტრს სპორტისა და კულტურის სფეროში ამ ეტაპისთვის? ყველაზე სიახლე რაც გვაქვს, ჩვენი ერთ-ერთი ვაჟთა ანსამბლის სოლისტი შაბან მამედოვი გადავიდა ნახევარფინალში, ხალხურში და ულამაზესად შეასრულა სიმღერა და იგვიანეს. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა მოისმინა, ძალიან გაპოპულარულდა ეს სიმღერა და შაბანი დღევანდელი დღისთვის ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული ადამიანია ჩვენ ცენტრში და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრი მიბაძავს შაბანს ჩვენი ცენტრის თანამშრომლები და კიდევ ბევრი გვასახელებს ასეთ კონკურსებში. მეც მოვუსწრე და თავადებული ვარ საოცარი ბიჭია და ჩემგან გადაიცით უდიდესი პატივისცემა და მილოცვა რაც ყველაზე მთავარია. ტექნოლოგიებსაც შეეხებათ. რა ტექნოლოგიებს იყენებთ? ძირითადად უსინათლო ადამიანები ვიყენებთ ხმოვან სინთეზატორს, რომელიც გვაქვს როგორც კომპიუტერებში, ლეპტოპებში, ასევე ტელეფონებში, რომელიც გვიადვილებს და ხელმისაწვდომს ხდის ჩვენთვის ნებისმიერ პროგრამაზე წვდომას, რაც აუცილებელია დღევანდელი დღისთვის. ფაქტობრივად ვერ იარსებებ ადამიანი თუ არ გაქვს მეილი, თუ არ გაქვს სოციალური ქსელი, თუ არ გაქვს ვებგვერდებთან წვდომა და ეს ჩვენთვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია ყველაფერი ხმოვანდება. თუმცა რა თქმა უნდა არის ზოგიერთი საიტი, რომელიც ცოტა არ არის იმდენად გამარტივებული, რომ გახმოვანდეს გრაფიკული ნიშნები არ ხმოვანდება, ფოტოები და შესაბამისად ცოტა შეზღუდულები ვართ ამ მხრივ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან განვითარებულია იმ მხრივ ტექნოლოგიური წინსვლა, რომ უსინათლო ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად ნებისმიერი რამ განახორციელოს. კი ბატონო, დღევანდელი დღისთვის. არსებობს ამისთვის სპეციალური პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ბენეფიციარებს ციფრული უნარები განევითარონ? სპეციალური პროგრამები, ხა ჩვეულებრივად ვიყენებთ როგორც ნებისმიერ ადამიანი, Word, Excel-ს თუ ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენი ხმოვანი პროგრამა უნდა გქონდეს. ქართული სინთეზატორი გვაქვს. ნათია, რომელიც გვეხმარება, რომ გაგვიხმოვანოს ნებისმიერი ტექსტი, კი, ნათია ქვია. და სხვათა შორის, რაც შეეხება კიდევ ტექნოლოგიურ წინსვლას, ახლა ჩვენთან ხორციელდება პროექტი, ეს არის
აფხაზური ხმის სინთეზატორის პროექტი, რომელიც ჩვენთან ერთად ახორციელებს ანალიზის ლაბორატორია და ეს პროექტი უკვე დაიწყო და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე აფხაზ ადამიანებსაც შეეძლებათ ხმოვანი სინთეზატორის გამოყენება. ძალიან კარგი ამბავია. გისმენთ ვამაყობ და აფრთხილებული ვარ თქვენი საქმიანობით. ტექნოლოგიურ კომპანიებთან თუ თანამშრომლობთ, რომ პირობითად აი გაუმჯობესოთ ის ტექნოლოგიები, რასაც გამოიყენებთ და რაც საჭირო არის. თუ არის მსგავსი შემთხვევები. იდეებს თუ სთავაზობთ. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გქონია ამ დაგვარი შემთხვევა. თუმცა ვიმედოვნებ, რომ გვისმენენ და გვექნება კიდევ შესაძლებლობა და კარგი იდეა არის, ვფიქრობ, დაინტერესდებიან თვითონაც და ჩვენც დავეხმარებით, რომ მათთვისაც იყოს განვითარებისთვის კარგი და ჩვენთვის კიდევ გამოსაყენებლად. კი ბატონო. ცოტა ისე ვახსენეთ საზოგადოების ცნობიერება. პირადი გამოცდილებით ცხადია და შეხებასთანაც გიწევთ. არის პრობლემა ისო ცნობიერებაში საზოგადოებაში? სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით ასეთ პრობლემებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს მიმღებლობა უსინათლოებისთვის და ისე გვიღებენ როგორებიც ვართ. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც ეცოდება და რაღაც შეცოდების მომენტი აქვს უსინათლო ადამიანების მიმართ და არის გულგრილი კატეგორია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, უსინათლო ხარ თუ არა. ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლება გვჭირდება და სწორედ ამისთვის გვინდა ჩვენ კულტურის ცენტრის ცნობადობის გაზრდა, რომ ადამიანებმა დაინახონ, რომ ამ ცენტრში მუშაობენ ადამიანები და ისევე წარმატებით აკეთებენ თავის საქმეს, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები. ბევრად წარმატებითაც შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს. და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. როგორ ფიქრობ, საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად რამე შეიძლება, რომ კიდევ მეტი გაკეთდეს თუ ეს რაღაც ჩამოყალიბებული მიდგომებია და დოგმები, რასაც ვერ შევძლოთ. არა, შეუცვლელი არაფერი არ არის, ვფიქრობ, შესაძლებელია რა თქმა უნდა ამის შეცვლა და სწორედ რამოდენიმე ხნის წინ ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელთან ერთად ვიყავით მისული ფოლკლორის ცენტრში, ქალბატონ ნანავალიშვილთან შეხვედრაზე, სადაც ვისაუბრეთ სწორედ უსინათლოთა კულტურის ცენტრის ანსამბლების ჩართულობაზე სხვადასხვა პროექტებში, ფესტივალებში და ვფიქრობ, რომ აი ჩვენი ეს საჯარო სივრცეებში და ფესტივალებზე გამოჩენა გაზრდის ამ ცნობადობას, ცნობიერებას აამაღლებს და უფრო მიმღებლობა ექნებათ ადამიანებს, აღარ ვიქნებით რაღაცნაირად უცხოხილივით მათთვის და რაც უფრო ხშირად ხედავ რაღაცას ადამიანი, უკვე ეჩვევი და იმდენად ჩემთვის აღარ არის უცხო და მიუღებელი ეს ფაქტი. ხარდია, გეთანხმებით აბსოლუტურად. ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტის შესახებ მომიყევით ცენტრში, რა გქონდათ? პირადად თქვენ ცენტრში მუშაობთ? კი ბატონო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო ვეფხისტყაოსნის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვა, რომელიც 2023 წელს განხორციელდა კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და სწორედ 2023 წლის 1 დეკემბერს იყო ამ ვეფხისტყაოსნის პრეზენტაცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო დამსწრე, მათ შორის იყვნენ მინისტრები, პარლამენტარები და ყველასთვის იყო იმდენად ამაღელვებელი, ისეთი განსაკუთრებული გამოვიდა, ძალიან კარგი, ლამაზი და ნამდვილად ერთი ცალი ვეფხისტყაოსნის ეგზემპლარიც კი არ დაგვრჩა და ამიტომ სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის გაეკეთებინა საჩუქარი წელს და კიდევ გვიფინანსებს 30 ეგზემპლარის დაბეჭდვას, რომელიც ისევ გავრცელდება უსინათლო ადამიანებისთვის და რა თქმა უნდა ეს უდიდესი ნაწარმოები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ასაკითხად. ამასთანავე როგორც ბრაილით დაიბეჭდება კიდევ გაზრდილი შრიფტით მცირემხედველი ადამიანებისთვის, რომ ყველა ადამიანი მოვიცვათ, ესე ვთქვათ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი პროექტები, იმიტომ რომ ამით გრძნობ ადამიანი თავს დაფასებულად და ფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვის სულ ერთი არ არის შენ წაიკითხავ თუ არა ამა თუ იმ წიგნს.
როგორც ასაბელი იქნება, ზოგადად ზრუნველობილა და ყურადღება ყველაზე დასაფასებელი და ძირფასი არის. ცენტრის საომალო გეგმების შესახებ მომიყევი. მიყვარს ეს კითხვა ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და მინდა შესაბამისად გეგმებს როცა გაწერა ადამიანი, შესაძლებელია რომ ყველა ვერ შეასრულო, თუმცა სურვილი და მონდომება ნამდვილად მაქვს, მინდა რომ როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ცენტრის ცნობადობის გაზრდა და საზოგადოებაში ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაცია. ასევე მაქვს დაგეგმილი თანამშრომლობა კონკრეტულად კერძო სფეროებთან და ბიზნესებთან, რომ იქნებ მოვიპოვოთ რაიმე დაფინანსება ჩვენი ანსამბლებისთვის, ვინაიდან გვჭირდება მოგეხსენებათ ფორმები, გვჭირდება კომპიუტერები, გვჭირდება სხვადასხვა საშუალებები იმისთვის, რომ ვიმუშაოთ. მოგეხსენებათ მხოლოდ გრანტებით რთულია, იმიტომ რომ გრანტში გაწერილია პირდაპირ ხელფასი და ასეთი დამატებითი ხარჯებისთვის აქ თანხები ძირითადად არ გვრჩება და ამიტომ საჭიროებს ცენტრი განვითარებას და სიახლეებს. კიდევ უახლოესი გეგმები გვაქვს ის, რომ ვგეგმავთ ბავშვებისთვის, უსინათლო ბავშვებისთვის გავაკეთოთ ხალხური სიმღერის და ინსტრუმენტების წრე, სადაც შეისწავლიან სიმღერას და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას, სამომავლოდ ისევ ჩვენ ანსამბლებში დასასაქმებლად. ასევე გვაქვს გეგმაში ჭადრაკის და შაშის წრეების გახსნა, ვინაიდან ჭადრაკი, უსინათლოთა ჭადრაკი გახდა ოლიმპიური სახეობა და ვისურვებდი, რომ ბევრი მოზარდი ჩაერთოს ამ სპორტის სახეობაში და შემდეგ საქართველოს ასახელონ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე დავამატებდი, რომ 19-დან 31 მაისის ჩათვლით ჩვენს ცენტრში ჭარბდება შაშის და ჭადრაკის ყოველწლიური ჩემპიონატი, სადაც გამარჯვებულები უკვე შემდეგში სექტემბერში გაემგზავრებიან ერევანში, საქართველოს სომხეთის ამხანაგურ შეხვედრებზე და ასევე ციხისძირში ჩატარდება ჩვენს უსინათლო კავშირის სასტუმრო მეგობრობაში ჩატარდება ყოველწლიური ამიერკავკასიის შეჯიბრი შაშსა და ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გუნდები. თქვენ პარალელურ რეჟიმში ბავშვებს და ადამიანებს ასწავლეთ ამ ყველაფერს და შემდეგ ხალხით, რომ ამით დასაქმდა და რაც ყველაზე მეტად მომწონს თქვენს ცენტრში არის ის, რომ გინდათ რომ ყველა თქვენთან იმუშაოს და თქვენსკენ იწევთ. კი, რა თქმა უნდა, რაც მეტი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი მოვა ჩვენს ცენტრში სამუშაოდ, უფრო გამრავალფეროვნება, უფრო განვითარდება, ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ ნიჭიერი ადამიანები, უსინათლოები გამოგვეხმაურონ, მე თუნდაც ვისთანაც არ მაქვს წვდომა, არ ვიცნობ, სიამოვნებით და მოხარულები ვიქნებით, რომ ჩვენს ცენტრში მივიღოთ ჩვენს დიდ ოჯახში და დავასაქმოთ. კი, ამას თქვა და ნამდვილად ერთი დიდი ოჯახი ხართ და ეს ძალიან დასაფასებელია, როგორც ეხმარებით და როგორც გვერდში უდგახართ ერთმანეთს ყველაფერში. თავარ კიდე მაქვს ერთი კითხვა. კი ბატონო, გისმენთ. და არ ვიცი, შეიძლება ცოტა უცნაურად ჭირდეს, მაგრამ შენი პასუხი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. თქვენი საქმე რა შეაფასა? ეს არის ბრძოლა, მოვლა, შთაგონება, თუ სიყვარული, აქედან რო ერთი სიტყვის ამორჩევა შეგეძლოს, როგორ შეაფასებდი თქვენ საქმიანობას? ჩემ საქმიანობას შევაფასებდი სიყვარულით, იმიტომ რომ სიყვარულით როცა აკეთებ, ბრძოლაც არის, მოვლაც არის და შთაგონებაც. და ვფიქრობ, რომ სიყვარულიდან გამომდინარეობს ის სამივე. შესაბამისად, მე ავირჩევდი სიყვარულს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ პასუხს გავცემდი. მთელი გულით გულშემატკივრობთ. ძალიან ის სიახლეებს ასეთ კითხულობ, რასაც ვიგებ, რაც ახლა გავიგე პირველად. ძალიან ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში უდიდესი შრომა იდება. თქვენ კი ახლა ძალიან ლაითად საუბრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ბევრ რაღაცასთან არის დაკავშირებული და ძალიან რთულია ხშირ შემთხვევაში რაღაცების გაკეთება და ძალიან მაგარია, რომ ეს ყველაფერი გამოგდით და мотивация გაქვს, რაც ყველაზე მთავარია. უღმესი მადლობა მოწვევისთვის და ვისურვებდი, რომ სხვა ტელევიზიებმაც მოგბაძონ. მივმართავ მეც აუცილებლად გაიმეორებ. იმისთვის, რომ როგორც წეღან ვისაუბრეთ,
ადამიანების ცნობიერება ავამაღლოთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ჩვენი გულშემატკივარი. მე ვერცდები ამ სურვილს. იცი, კიდე კითხავ, თუ შეიძლება ეს ადამიანების ცნობიერებას შეეხება უფრო რა საკობრივ კატეგორიას შეწყდებით? უფრო ძველი თაობის ადამიანებს, მგონია რომ უკვე 21 საუკუნეში იმდენად მიმღებლობა გაჩნდა ყველაფრის ადამიანებში, იმდენად გაითავისეს ადამიანება, რომ ხო, ესეთია ცხოვრება და ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, რომ მგონია რომ რაღაცა ახალ თაობაში ვერაფერს ვერ შევცვლით, გულისხმობ, ჩემი ნეგატივით და ჩემი არ მიუღებლობით რაღაც საკითხისადმი ეს ფაქტი არ შეიცვლება და მგონია ცოტა ახალგაზრდა თაობაში ეს ნაკლებად უნდა იყოს, თუ ვცდები. ფიქრობ, რომ ადამიანის განვითარებას და ინტელექტს გააჩნია და მის კულტურას შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ასაკოვანმა ადამიანმაც მიგიღოს და სხვანაირად დაგინახოს და გაგიგოს, ეს მაინც ალბათ ფიქრობ, რომ ახსნის და შინაგანი კულტურიდან მომდინარეობს, ვიდრე უფრო ასაკობრივი. კი, ეს აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ეს. იმედი მაქვს და ამ იმედით გემშვიდობებით. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ხელი მადლობა რა მოხვედით. ეს იყო სივრცე ანასტასიასთან, მადლობა ყურადღებისთვის.